საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უნგრული ავიაკომპანია ვიზიარის გენერალურ დირექტორ ჯოზეფ ვარადის შეხვდრაზე, რომელსაც სამინისტროს და კომპანიის სხვა ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ, საუბარი ქართულ მხარესა და კომპანიას შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო პერსპექტივასაც შეეხო. გარდა ამისა, ასევე ცნობილია, რომ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს დაბალტარიფიანი ავიაკომპანიების მოზიდვა და კონკურენტული გარემოს შექმნა როგორც ავიაკომპანიებს, ისე აეროპორტებს შორის. როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, ბილეთის დაბალტარიფიანი ღირებულებიდან გამომდინარე პერმანენტულად გაიზრდება მგზავრთა რაოდენობა, რამაც განაპირობა ავიაკომპანია ვიზიარის თანამშრომლების ახალ ეტაპზეც გადასვლაც. ამასთან მინისტრის ინფორმაციით, კომპანიამ ქართულ მხარეს წინადადებით მიმართა ქუთაისის აეროპორტში მომსახურების ბაზის გახსნის თაობაზე, რაც მათ სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენების გაფართოების საშუალებას მისცემს. განვიხილეთ არსებული ბიზნესი და ამ ბიზნესის გაფართოების გზები. მათ დაამატეს ერთი რეისი პოლონეთის მიმართულებით, კოტოვიცეს მიმართულებით. დღეისობით არის 5 რეისი, მათი ბილეთების გაყიდვები იზრდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის დაბალფასიანი სეგმენტი, რომელიც აუცილებლად უნდა არსებობდეს და მივესალმებით ამ კომპანიის განვითარებას. მათ ასევე აქვს წინადადება, რომ მომსახურების ბაზა გააკეთონ ქუთაისის აეროპორტში, რომელიც კიდევ უფრო მეტ საშუალებას მიცემს, რომ უკვე სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით გააფართოვონ ეს ფრენები.